მართლაც შექმნეს თუ არა მეცნიერებმა ხელოვნური მზე დედამიწაზე. სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ხმაურიან სათაურებს. მეცნიერებმა დედამიწაზე მზე აანთეს. მაგრამ რა არის აქ რეალური სიმართლე? სინამდვილეში მეცნიერებს ნამდვილი მზე არ შეუქმნიათ. მათ ააგეს სპეციალური რეაქტორები, რომლებშიც იმავე პროცესს იმიტირებენ, რაც მზის სპირტში ხდება. ამ პროცესს სპირტული სინთეზი ეწოდება. მზეზე ეს რეაქცია უზარმაზარი გრავიტაციის გამო მიმდინარეობს. დედამიწაზე ასეთი გრავიტაცია არ გვაქვს. ამიტომ მეცნიერებს პლაზმის ასობით მილიონ გრადუსამდე გაცხელება უწევთ. დიახ, ხელოვნური მზე ნამდვილ მზის სპირტზე ბევრად ცხელია. ჩინეთის რეაქტორმა EAST-მ 100 მილიონი გრადუსის პლაზმა 1000 წამზე მეტხანს შეინარჩუნა. მაგრამ რატომ არ დნება რეაქტორი? საქმე ისაა, რომ ასეთი ცხელი პლაზმა კედლებს საერთოდ არ ეხება. მას მძლავრი მაგნიტური ველი ჰაერში დაკიდებულ მდგომარეობაში აკავებს. შეიძლება თუ არა ასეთი რეაქტორი ჩერნობილივით აფეთქდეს? პასუხია, არა. ბირთვული სინთეზი უსაფრთხოა. თუ სისტემაში რამე აირია, რეაქცია წამიერად, თავისით წყდება. თუ მეცნიერები ამ ტექნოლოგიის მორჯულებას საბოლოოდ შეძლებენ, კაცობრიობა მიიღებს უსაფრთხო, სუფთა და პრაქტიკულად ამოუწურავ ენერგიას. პირველ კომერციულ სადგურებს 2040-იანი წლებიდან უნდა ველოდოთ. შესაძლოა სწორედ ხელოვნური მზე გახდეს ტექნოლოგია, რომელიც მომავალში ჩვენს სახლებს, ქალაქებსა და ინდუსტრიას სუფთა ენერგიით მოამარაგებს. შეძლებს თუ არა კაცობრიობა მზის ძალის უსაფრთხოდ დამორჩილებას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ვრცელი სტატია წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com.